საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, საღამო მშვიდობის კაპიტან ნანა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. აქ საქმე ეხება ავტოგასამართის სადგურების ქსელის მაგნატის საქმეს და მისი მფლობელი ბიზნესმენი ლეონიძე იყო ჯერ დაპატიმრებული, შემდეგ წაართვეს ქონება სააკაშვილის ხელისუფლების დროს და როგორც ჩანს, აქ ფიგურირებდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ყოველ შემთხვევაში ეს ბიზნესმენი პირდაპირადებდა მათ ხელს და ადანაშაულებდა, რომ ამ რეკეტში მათ მიუძღვით წვლილი და ასევე გამორიცხული არ არის, რომ თუკი ხაზარაძე და ჯაფარიძე არ გამოცხადდებიან ამ კომისიის ხდომაზე, მათ წინააღმდეგ სხვა ბერკეტებიც იყოს ამოქმედებული, რაც გულისხმობს, რაც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და როგორ ფიქრობთ, მივლენ თუ არა ხაზარაძე და ჯაფარიძე ამ კომისიის ხდომაზე? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პატარა შესავლით მინდა დავიწყო. გადასარევია ძალიან კარგია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსაც გაუჩნდა პერსპექტივა და მე ვიტყოდი, რომ სოფლიოს გაუჩნდა უზარმაზარი პერსპექტივა, რომ იცხოვროს მართლაც თავისუფალ და ღია საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი საქართველოში, ჩვენი გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მხოლოდ ის რომ მოვიდა ტრამპი და ასრულდა ბოროტება და დაიწყო სიკეთე, ასე ყურება შორს ვერ წაგვიყვანს და ამიტომ უნდა ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი და ჩვენი ვთქვათ წილი აგური დავდოთ იმ მშენებლობის გზაზე, რომელსაც დღეს ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ეწევა. ერთ-ერთი ეს არის, რომ მე ვიტყოდი, შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელმაც დაიწყო იმ საქმეების გამოძიება, რომელი საქმეებზედაც ქართული ოცნება ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, სანამ 2012 წელს მოვიდოდა ხელისუფლებაში და იყო დანაპირების ამართლიანობის აღდგენის, რომელიც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. კი ბატონო, დღეს საუბრობთ იმაზე, რომ ეს იყო deep state-ის დამსახურება, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე ეს deep state-ი ასე თუ ისე შესუსტებულია და გვეძლევა საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენც გაუწიოთ deep state-ს წინააღმდეგობა, ალბათ იქნება ერთ-ერთი ეს ნაბიჯიც არის სწორედ აი ამ საქმეზე, ესე იგი ამ საქმეში ჩართვა. თქვენ ჯემალ ლეონიძე ახსენეთ, რომ უпростоრად ვიცით, რომ პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის აი ამ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობას და მათ შორის შეისწავლის ბიზნესმენების რეკეტსაც, ქონების წართმევასაც, რაზედაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანი არის დღეს მომჩივანი საქართველოს პროკურატურაში, მთავარ პროკურატურაში, ეს 10,000-ზე მეტი ბიზნესმენის საჩივარი, რომელიც სამართალს ეძებს და მოითხოვს ამ ხელისუფლებას. უბრალო მოქალაქეებისაც კი, არა მხოლოდ ბიზნესმენების, რიგითი მოქალაქეების, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ლაპარაკობ უკვე უფრო მსხვილ ბიზნესმენებზე, რომელსაც ეს ბიზნესები ჰქონდათ და თქვენ ახსენეთ ჯემალ ლეონიძის საქმე, მინდა შეგახსენოთ ივა ჩიღვინიანაძის საქმე, რომელიც დაპატიმრებული ყავდა სააკაშვილის ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის იყო განსხვავებულად მოაზროვნე. ხაზარაძემ იმ პერიოდში ხელი შეუწყო სააკაშვილს იმაში, რომ ციხეში მყოფი პირის ანგარიშიდან, რომელიც ციხეში იმყოფებოდა იმ პერიოდში ივა, 2 მილიონი გადაერიცხათ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ყულაბაში.
და ეს ხდებოდა ისე ღიად, რომ ამაზე რა თქმა უნდა პასუხისგებაც არავისთვის მოუთხოვიათ და მინდა გითხრათ, რომ მას მე რაც ივამ დაიწყო ჩივილი სასამართლოებშიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, ბუნებრივია მან ვერ მიაღწია ვერანაირ სამართალს, მე იცით რომ ვადები არის, ასე ვთქვათ, რომელიც გასული იყო და ასე შემდეგ და აი ესეთი კომისიის ჩართვა და ახალი შესაძლებლობების მიცემა იმ ხალხისთვის, რომელიც გააკულაკეს რეკეტიორმა ბიზნესმენებმა შეიძლება ითქვას, ანუ ბიზნესმენთა ერთი ნაწილი იყო, ესე იგი, ქონებაწართმეული და ბიზნესმენების რაღაცა ნაწილი, მცირერიცხოვანი ნაწილი ახდენდა ამ ბიზნესმენების რეკეტს და აი ამ რეკეტში იყო ჩართული ხაზარაძეც თავისი ბანკით, ტიბისი ბანკით და ისინი ძარცვავდნენ ხალხს, ასევე თქვენ გახსოვთ, რომ ჩადებული ქონდა ხალხს უამრავი ქონებები ბანკებში, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ჩივიან, რომ თქვენ თქვით და დაგეკითხებით. სქემები იყო მთელი. 70,000-ზე მეტი ოჯახი იყო დარჩენილი უსახკაროდ და ელოდა გამოსახლებებს ისეთი, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო ბაზა იყო მიღებული ნაციონალური მოძრაობის დროს და ისეთ წნეხს ახდენდნენ ბანკები მოქალაქეებზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ისეთი იყო პროცენტები, რომ გაჭირობაში მყოფი ადამიანი ვერ იძახოდა უარს ასეთი პროცენტების თანხის აღებაზე, თავიდანვე იყო უკვე ის ცნობილი, რომ იმის გადამხდელი ვერ შეიძლებოდა. ბარათებს ტენიდნენ პირდაპირ. დიახ, ვერ იქნებოდა ვერც ერთი ასეთი მოგება ვერ შეიძლებოდა ქონოდა ვერც ერთ მოქალაქეს, მაგრამ ხო იცით იმედი მაინც ისეთია გაჭირობაში მყოფი კაცისთვის, რომ მაინც დაქცეული ვარ და იქნებ მეშველოს და კიდე უარეს მდგომარეობაში ვარდებოდნენ და ფაქტიურად 74,000 ადამიანი იყო დაზარალებული აი ამ ბანკების მხრიდან, სადაც გარკვეული წილი და შეიძლება ითქვას სერიოზული წილი სწორედ ტიბისის ჰქონდა, რომლებიც დღესაც სამართალს ეძებენ და დღესაც მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. ისე რომ ამ კომისიის მუშაობას ალბათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ძალიან მიხარია, რომ ეს კომისია ამუშავდა. იმედი მაქვს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იმ წლებში 2003-დან 2012 წლამდე ვმუშაობდით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ვიცით კონკრეტული საქმეები რა ხდებოდა, რა დანაშაულებრივი სქემები იყო, ესე იგი, შექმნილი, როგორი კანონმდებლობის მიღება იყო ხდებოდა იმისათვის, რომ მარტივად გაეკულაკებინათ და გაეკოტრებინათ ადამიანები, ყველანი ესენი ჩაერთვებიან და ხელს შეუწყობენ ამ კომისიას იმისათვის, რომ მან იმუშაოს შედეგიანად და რაც მთავარია, ხალხმა, რომლებიც იყვნენ დაზარალებული წლების მანძილზე და დღემდე გრძელდება მათი დაზარალება, ამ ხალხმა იპოვოს სამართალი ჩვენ ქვეყანაში. აი ამიტომ არის მისასალმებელი ის პოლიტიკა, რომელსაც ტრამპი ატარებს და რომელიც პირდაპირ გვეუბნება რომ deep state, რომელიც მართავდა ქვეყნებს არა კანონიერი გზით და ძირითადად ის თანხები, აკუმულირებული თანხები, რომელიც დღეს ამ არალეგალური მართვის შედეგად იქნა მიღებული, იყო სწორედ წილი ამ თანხებისა, იყო საქართველოსთან გაზიდული თანხებიც. ბუნებრივია და თუ ეს გამოძიებები წავა სწორი მიმართულებით და წავა ისე, რომ ჩვენ სათავეს და დამკვეთებს, ვინც ასეთ პოლიტიკას კარნახობდა სააკაშვილს, მივალთ იქამდე, ჩვენ ხელს შეუწყობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს იმაში, რომ გამოიძიონ ის დანაშაულებები, რომელსაც deep state-ი ჩადიოდა. დიახ, ხმამაღლა შეიძლება თქმა იმაზე, რომ ეს ნამდვილად ზემოდან მოდიოდა ის პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი ახორციელებდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიუხედავად სისხლიანი რეჟიმისა, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა ხალხმა სისხლიანი 9 წელი უწოდა,
მიუხედავად ამ რეჟიმისა, Deep State-ის ესე ვთქვათ მითითებებით და მათი კარნახით არ ხდებოდა ამ რეჟიმის შეფასება. უფრო მეტიც გარდა იმისა, რომ ამის შეფასება და პირიქით ახალისებულიც კი იყო. ახალისებულიც იყო და დემოკრატიის შუქურაც კი უწოდეს სააკაშვილის რეჟიმს მაშინ, როდესაც ბუში იყო საქართველოში ჩამოსული, პირველად მან გააჟღერა ეს ფრაზა და მე მთლიანად მთელმა ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიტაცეს ეს დემოკრატიის შუქურა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გაციებული არ იყო პრემიერ-მინისტრ ჟვანიას გვამი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით ასევე იქ ბუტარო ბაქიძის ვაზაგაშვილების ახლა სულხან მოლაშვილის და რომელი ერთი შეიძლება ჩამოთვალოს. ალბათ ნანა თქვენ კარგია რომ ამ თემაზე დავიწყეთ მართალია საუბარი, მაგრამ თქვენ ახსენეთ ახლა პრემიერ-მინისტრ ჟვანიას თემა. გვახსოვს ყველა ტელემაყურებელიც საერთოდ მოსახლეობა, მოქალაქეების საზოგადოება ამ საქმეს ადევნებდა თვალყურს. მინდა გითხრათ რომ ზურაბ ჟვანია როდესაც გარდაიცვალა მე მაშინ მის აპარატში ვმუშაობდი პრესამსახურში და ერთ-ერთ დილას უთენია ყველა ერთ-ერთი ვიყავი ვინც ყველაზე ადრე შეიტყო ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა რომ ამერიკა ასეთი რაღაც მოხდაო კურს ვერც დავიჯერე მაგრამ მე ჩვენ გვახსოვს FBI ჩამოვიდა ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო შემდეგ იყო იმ კონკრეტულ მისამართზე იმ შესწავლა იმ გამათბობლის სხვადასხვა დასკვნები იდებოდა მაგრამ ფედერალური საგამოძიებო ბიურო სპეციალურად იყო შემდეგ ჩართული რასაკვირველია აქ ალბათ საელჩოც იყო რა თქმა უნდა ინფორმირებული იყო და სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში როგორც ვანო მერაბიშვილი მაგრამ საბოლოო ჯამში დღემდე არის მithkma motkma კაცი გაიგუდა ამ CO2 თუ ეს იყო მოწყობილი ამბავი. გასაგებია ვის მიერ, რათა ჩამოეშორებინათ ერთ-ერთი გაწონასწორებული, ყველაზე მეტად დიპლომატიური და ყველა ძლიერი მოთამაშის ინტერესების, ასე ვთქვათ, დამბალანსებელი საქართველოში. ამაზე ასეთი მკაფიო პასუხი დღემდე არ არის. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი შეიძლება დადგეს ამ კომისიის შესწავლის საგნად? რა თქმა უნდა, ალბათ უნდა დადგეს ეს საკითხიც იმის და მიუხედავად დღეს მისი ოჯახის წევრები საით მხარეს დგანან, როგორ მხარეს დგანან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს და სამართლიანობა უნდა აღდგეს. რა თქმა უნდა, ეს საქმე უნდა იქნეს გამოძიებული და ის რომ ეს არ იყო ის რიგითი მკვლელობა, რომ უბრალოდ გარდაცვალება, შემთხვევითობით გარდაცვალება, ამაზე მეტყველებს იგივე ვანო მერაბიშვილის განცხადება რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააკეთა იმავე წუთებში როგორც კი უფრო საათებში როგორც კი ეს ამბავი გახდა ცნობილი და მას სერიოზული ტალახი ესროლა ხო არ დავკონკრეტები ეს ყველა მიცის ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა და თქვენც იცით აქედან გამომდინარე ეს არ შეიძლება ყოფილიყო შემთხვევითი ეს რომ ყოფილიყო უბედური შემთხვევა რა თქმა უნდა თავისი ხელისუფლების წარმომადგენელს და მით უმეტეს მეგობარს არავინ არ გაიმეტებდა და ასეთნაირად და გამოძიება წავიდოდა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც უნდა წასულიყო. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ შემოგთავაზე სულ სხვა ვერსია და ეს იყო ის ბინძური ვერსია, რომლის საშუალებითაც ფიქრობდნენ, რომ ოჯახიც გაჩუმდებოდა და არ მოითხოვდა საქმის გამოძიებას და საზოგადოებისთვისაც უკვე აღარ გახდებოდა მნიშვნელოვანი ამ საქმის გამოძიება. აი, ეს სურათი შექმნეს, რომელიც მე პირადად მაფიქრებინებს, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ არ გქონდა საქმე ჩვეულებრივ გარდაცვალებასთან, უბედურ შემთხვევასთან და რომ ეს სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო სწორად შეკვეთილი მკვლელობა. იქ დაზიანებებიც იყო სახის არეში თუ გახსოვთ ფოტოებიც ორი ერთი მაგრამ მაგაზე თუ სადაო რაღაც არსებობს ექსპერტიზებზე და ასე შემდეგ ეს ხომ უდავოა და ამას ხო ყველანი უსმენდით რომ თავისივე ხელისუფლების წარმომადგენელს ესროლეს ტალახი გაახვიეს რაღაცა ისეთ ფურჩში და შემდგომ საზოგადოების განწყობებით შექმნეს შესაბამისი რაც შეიძლებოდა რომ ესე იგი საზოგადოების ინტერესი ამ საქმის გამოძიების მიმართ არ ყოფილიყო ერთგვაროვანი
და რაც ყველაზე მთავარია, ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ განცხადებებში იკვეთებოდა ის აზრი, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, ინსცენირებული ეს თვითონ გარდაცვალების დადგმა. დიახ. გარდა ამისა, ახლა პრემიერ-მინისტრი თან ახლა პრეცედენტები არის. პრემიერ-მინისტრი არის ის საკვანძო ფიგურა, რომლის სიცოცხლეც, ასე ვთქვათ, აი არაერთი პრეცედენტი აგნებავთ რაფიკ ხარირის საქმე, როდესაც ის ტერაქტი მოუწყეს, ანუ ბევრი ასეთი შემთხვევებია საერთოდ ისტორიის მანძილზე. და უშუალოდ აი პრემიერ-მინისტრებზე არის ყველაზე ესეთი მეტი დარტყმა ამ მიმართულებით, რაც თვალნათლივ ადასტურებს, რომ შესაძლოა იქ ყოფილიყო ეს პოლიტიკური თემა, ანუ დაკვეთა კი, რა თქმა უნდა. ნუ ეს ისეთი საკითხია, არაერთი ექსპერტი და ალბათ ტომიც დაჭირდება, რომ საბოლოო ჯამში ოფიციალური ვერსია გასაგებია საზოგადოება მიცის. და თბილისის მერი ამბობს კახიკალაძე, ხაზარაძე, ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, რომ კარგად გვახსოვს ხამის საათებში როგორ ხდებოდა ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა და ბიზნესის გადაფორმება. ხაზარაძე ჯაფარიძეს სააკაშვილის დროს თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ქალბატონ ნანა, თქვენ აი ამდენი წლის განმავლობაში და ესეთი ავტორიტეტული უფლებადამცველი ბრძანდებით უამრავი საქმეები იყო თქვენს ხელში. როგორ ფიქრობთ, აი ის რაც ხშირად გვესმის, რომ ეს ნოტარიუსები შეყავდათ პირდაპირ საკნებში. ეს ფრთოსანი გამონათქვამი ხომ არ არის, თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ აი თუნდაც რამდენიმე ფაქტი ასეთი. თორემ ზოგადად რო ხდებოდა ასეთი რამე, ამას არავინ არ უარყოფს. ეს ხდებოდა, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევები, რომ ვთქვათ ერთხელ ან ორჯერ მომხდარიყო, თუმცა უკვე ერთი შემთხვევაც ასეთი არის კრიმინალი და დანაშაული, მაგრამ მე დავამატებდი და ვიტყოდი, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და თქვენ იცით, რომ ციხეებშიც ხდებოდა ეს და ციხის გარეთაც ხდებოდა, ხალხი იღვიძებდა ღამის 3 საათზე, 4 საათზე გარბოდა ნოტარიუსში და თავის ქონებებს უფორმებდა. ისევე როგორც ციხეებში პატიმრებს უჩნდებოდათ იმის სურვილი, რომ მთელი ეს ქონებები, რაც მათ გააჩნდათ ზოგჯერ კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული ქონებები, ამასაც ჩუქნიდნენ სახელმწიფოს და იმის მერე ეხა ხო გავიდა პერიოდი და დღეს რატომ აღარ უჩნდებათ იგივე სურვილი ამ ადამიანებს და ღამის 3 საათზე კი არა, არც დღის საათებში არავინ გარბის ნოტარიუსებში იმისათვის, რომ თავიანთი ნაშრომ ნაოფლარი გადაუფორმონ სახელმწიფოს. ან ეს ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში, თუ კი მათ არ ყავთ შთაომავლობა და ასე შემდეგ. ანუ საფუძველი არის ნათელი, რის გამო ხდება ეს და მაშინ ეს ხდებოდა სისტემური ხასიათით და ეს ხდებოდა როგორც ციხეებში, ისე ციხის გარეთ. ისე რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს დარჩა ღიად თავის დროზე. ის ნოტარიუსიც, რომელიც ამას ჩადიოდა, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად დარჩა პასუხისგებლობის გარეშე. კი ბატონო, იყო საპროცესო შეთანხმება და რაც არის საგამოძიებო ინტერესებში იმას მიყვეს ხელისუფლება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ ესეთი ნოტარიუსები ალაპარაკოს დღეს ამ კომისიამ და მოაყოლნოს თუ როგორ ხდებოდა ვისი მეშვეობით, ვინ იყო ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი დამნაშავე ასეთი საქმეების ჩამდენი და სწორედ ასეთი ალაპარაკების შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ სწორედ ხაზარაძემდე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია მოწმეების ჩვენებები, მოწმეების ჩართულობა და რაც მთავარია მოქალაქეობის განცდა ამ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია, რომ მიაწოდონ ეს ინფორმაცია დღეს საგამოძიებო ორგანოებს, ეს იქნება საპარლამენტო თუ სხვა, მიაწოდონ ეს ინფორმაციები იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს, აღდგეს სამართლიანობა და ის რომ ეს იქნება პრევენციაც მომავალი ხელისუფლებისთვის, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს მსგავსი დანაშაულებების ჩადენა, რასაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა და გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამას ჩადიოდა თვითონ თავისი, ესე ვთქვათ,
სარგებლის მიღების მიზნით. მათ ასევე მხარში ედგნენ აი ის deep state-ი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამხელს და ესეც უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ რომ მოხდეს ღმერთმა დაგვიფაროს და ასეთი პრეცედენტი, რომ ძალაუფლება ხელში ასეთმა ძალებმა ჩაიგდოს, როგორც ეს ფაშისტურ ლიბერალური ძალა იყო, აქაურმა ხელისუფლებამაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ასეთი თანამშრომლობა ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება და ესეთი deep state-ებთან, deep state-ების წარმომადგენლებთან ასეთი თანამშრომლობა ერთ მშვენიერ დღეს გახდება დასჯადი. აი ეს მარტო იმიტომ კი არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენ, როდესაც აი ამ საგამოძიებო კომისიის როლზე და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ. მარტო იმიტომ კი არ უნდა გაკეთდეს, რომ ხაზარაძე იქნება ეს თუ სხვა ციხეში წავიდეს, იმიტომ უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს, ვეღარავინ ვეღარ უნდა გაბედოს, ვერც deep state-ების დონეზე ვეღარ უნდა გაბედონ ურთიერთობაში ქვეყნის შიგნით პოლიტიკურმა ძალებმა და ვერც იმათმა ვეღარ უნდა გაბედონ, იმიტომ რომ იმათმაც უნდა იცოდნენ, რომ როგორი ძლიერებიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის მოინახება კიდევ უფრო ძლიერი ძალა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება პასუხი აგებინოს და დღეს სწორედ აი ამ ეტაპს მოვესწარეთ ჩვენ დათო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვიცხოვრეთ ისეთ საქართველოში მართალია ბევრი უბედურებები გადავიტანეთ, მაგრამ მე პირადად ისე არ მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ არ ვხედავდე იმ პერსპექტივას, რომ ამ ქვეყანას დღეს უკვე გაუჩნდა პერსპექტივა იყოს ნომერ პირველი ქვეყანა თუ არა, ერთ-ერთი ნომერ პირველი, მაშინ როდესაც მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ deep state-ების და ესეთი მართული ხელისუფლების, როგორც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, გვინერგავდნენ არასრულფასოვნების კომპლექსს, რომ ჩვენ არარაობები ვიყავით, არავინ არ ვიყავით, მომსახურე ერათ უნდა ქცეულიყავით და რომ ჩვენ ვიყავით მეწვეული ძროხა, უნდა ეწველათ ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენ უნდა ყოფილიყავით მუდმივად, ესე იგი, მათხოვრის როლში მათ მიმართ და ასეც დაიწყო თუ თქვენ გახსოვთ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა, რომ ჩვენო აქ თქვენო იმდენი ფული დაგახვედრა 6 მილიარდი დავხარჯეთ. 6 მილიარდი დაგახარჯეთ და არაფერს ამბობდა იმაზე, თუნდაც სამშვიდობო მისიებში რა წვლილი და რა სისხლი დაღვარა საქართველოს. ყველაზე მეტი. ყველაზე მეტი პროცენტულად, დიახ. და აი ესეთი ენით გვესაუბრებოდნენ ეს ადამიანები და რა თქმა უნდა არც ამისი დავიწყება არ შეიძლება, ამიტომაც ყველა იმ ელჩი იქნება ეს თუ ვინც იყო კავშირში ამ deep state-თან და ვინც ესეთ ერთის მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსს და მეორეს მხრივ ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვიყავით, რომ ჩვენივე არჩეული ხელისუფლება თითქოს ჩვენი არჩეული ხელისუფლება გვემსახურებოდა არა ჩვენ, არა ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს, სხვა ქვეყანას ემსახურებოდა რის ხარჯზე, საქართველოს განადგურების, გაჩანაგების ხარჯზე და ძალიან საინტერესოა ჩემთვის ასევე და კი ბატონო, ბიზნესები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და ხელყოფა, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გაირკვას რა მოხდა 2008 წლის ომის დროს. როდესაც 3 დღეში კაპიტულაციაზე აწერ ქვეყნის პრეზიდენტი ხელს, გულისხმობს სააკაშვილს, როგორ შეიძლება ეს 3 დღით ადრე არ ცოდნოდა და 5 დღით ადრე არ ცოდნოდა, რომ ამ ომის მომგები კი არა, ამ ომის ესე იგი წარმმართველიც ის ვერასოდეს ვერ იქნებოდა, ეს ვერ იქნებოდა ომი რუსეთთან. ჩვენი თუნდაც და წარმოუდგენელია ის, რომ ვერ გაეთვალა, რომ რა შეეძლო გაეკეთებინა რუსეთის აღიარების თვალსაზრისით. ყველაფერი იყო გათვლადი და როდესაც ესეთი რაღაცა ხდება, იქ აუცილებლად ჩნდება ეჭვირო ეს კეთდებოდა არა, როგორც თვითონ დაანონსეს კონსტიტუციური წყობის აღსადგენად ან ტერიტორიების დასაბრუნებლად, ეს ხდებოდა სწორედ რომელიღაცა ქვეყნის და დავალებით და აი სწორედ ამ deep state-ის ხელშეწყობით და ესენი უნდა იქნეს გამოძიებული აუცილებლად და ეს ხალხი უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება აღდგეს, ხალხს ბიზნესიც დაუბრუნდეს და ასე შემდეგ და ის ხით ჩატეხილობა, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა იმ ხალხთან, რომელიც
თანაც გვაომეს თუნდაც ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი ტერიტორიებზე გვაომეს და გვახოცინეს ერთმანეთი აი ეს ყველაფერი არის იმხელა დანაშაული რომ ამაზე პასუხისგებლობის არ დადგომაც ასევე იქნება დანაშაული მე იმედი მაქვს რომ ომის გამოძიებაც იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა და არა მხოლოდ ამ ომის ხოთაშორის 90-იანი წლების ომის თუ ესეთი შესაძლებლობა იქნება ასე ღრმად წავიდეთ რა თქმა უნდა ესეც იქნება მნიშვნელოვანი რომ რა მაპროვოცირებელი ფაქტორები იყო რა მაპროვოცირებელი ფაქტორები იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის 2003 წლის რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება იმიტომ რომ რევოლუციას ის არ გავდა სახელმწიფო გადატრიალება რომელიც ქვეყანაში მოხდა ანტიკონსტიტუციური გზით ხელში ჩაიგდო სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება ვინ იდგა აი ამის უკან და რა მოყვა ამ რევოლუციას რაც მთავარია ამ რევოლუციას მოყვა ის სისხლის მდინარეები რომელზედაც ჩვენ საუბრობთ რომ 150-ზე მეტი ბიჭი ქუჩებში იყო ჩახოცილი ამას მოყვა ციხეებში წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა და ის გაუპატიურების აღარ დავკონკრეტდებით და წამების ის ფორმები რომელიც ციხეში სისტემური ხასიათისა იყო ამას მოყვა ეს ქონების რეკეტები და ეს უბედურებები ამას მოყვა არალეგალური ფონდების შექმნა პროკურატურის განვითარების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სადაც მესამე პირებს არიცხინებდნენ უზარმაზარ თანხებს და მე ეს თანხები როგორ უნდა ვის ჯიბეში ილექებოდა არავინ იცის ყველაფერი ეს უბედურება კასრების კადრები კიდე კასრების კადრები ამაზე ხო გარკვეულწილად თქვით ეს ყველაფერი მოყვა აი ამ 2003 წლის რევოლუციის შედეგს ხო ხელისუფლებაში აი ამ ბანდიტების მოსვლას და როგორ შეიძლება ეს არ იქნეს გამოძიებული რა იდგა ამ ყველაფრის უკან აი რა იდგა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ვინ ასაზრდოებდა ვინ უჭერდა მხარს ამ რევოლუციას და ვარდების კი არა ასეთი ეკლები მე მგონი ისტორიულად საქართველოს იშვიათად რომ ესეთი ერთი ინტერვიუც არის მაშინდელი ელჩის ამერიკის შეერთებული შტატების რიჩარდ მაილსის რომელიც გამოცდილი იყო ამ ფერადი რევოლუციების საკითხში ნუ პირდაპირ არა თუმცა ირიბულად მიანიშნებს რომ მისი წვლილიც დიდი იყო იქ ჩართული იყო ხან თავრობის კანცელარიაში იყო შევარდნაძესთან მისული ხან ამ ტრიუმვირად ხდებოდა ოპოზიციურს და საკმაოდ ისეთ აქტიურ ფუნქციას ასრულებდა. რაც შეეხება უკვე 2008 წლის ომს აი დღეს სხვათა შორის მამუკა არეშიძეს ერთი ინტერვიუ მე მახსოვდა ადრე გავეცანი ამ ინტერვიუს უბრალოდ იქ ჰედლაინის დონეზე შევატყე ძალიან დადებითად საუბრობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის როლზე როდესაც იქ ელჩების შეხვედრა იყო და იქ საუბარი იყო ხო თუ მეხსიერება არ მღალატობს თქვენ ახლა ყველაზე პირველი იერარქი ბრძანდებითო ამ ხელა ავტორიტეტი ხართო და ახლა უნდა ჩაერთო თქვენ ყველა პირველი არ ვარო მე მეორე ვარო პირველი იყო პირველ 1000 წლებში ილია პირველის პატრიარქი ხო და ამათ ახლა მე რა უნდა იმას გამომაპარონო რა და მე ყველა შვებით ამოვისუნთქე ჟურნალისტებმა ანუ თავისი ბზნე გამოაჩინა იქ ანუ მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითად ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეების ანუ ნახევარი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ეს მთელი ელჩები როგორ პედალირებენ, როგორ ახთენენ აი მზეწოლას, თავიანთი გნებავთ განცხადებები, სხვათა შორის საფრანგეთის ელჩიც იყო იქ ჩართული, ამას წინათ იყო აი ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფს, რომელსაც ხო, ნუ ლობირებდა, სხვა მთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სამწუხარო კი, აი ამ რეალობის წინაშე ვიდექით და აი ეს 2008 წლის მაგალითი სწორედ ამიტომაც მოვიყვანე. მინდა გითხრათ რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება უნგრეთში უკვე უნგრული მხარის მოწვევით ბუდაპეშტში გაიმართა შეხვედრა მის კოლეგას სიარტოსთან და ნუ მაკაბოჭორიშვილმა იქ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის უნგრეთის ხელისუფლებას და სიარტომ საკმაოდ კარგი განცხადებები გააკეთა. ანუ საქართველოს ბრიუსელის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ისჯება აი თუ შეიძლება ასე ითქვას რომ და deep state-იც იყო იქ რა თქმა უნდა
ნაგულისხმები, რომ ქართველმა ხალხმა თავად გააკეთა არჩევანი, თავად აირჩია ხელისუფლება, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ მოწონთ ბრიუსელში. ისევე როგორც არ მოეწონათ ეს რუმინეთში. მაგრამ რუმინეთში მათ ასე ვთქვათ, დიდი შრომა ჩადეს, რომ სასამართლო სისტემა ყოფილიყო მათი გავლენის ქვეშ, deep state-ის აი ამ ფრთის გავლენის ქვეშ და ის კანდიდატი საერთოდ ჩახსნეს კიდეც უკვე გამარჯვებული კანდიდატი საერთოდ ჩახსნეს ასპარეზიდან ამ საპრეზიდენტო მარათონში. და სიარტომ მხარდაჭერა გამოთქვა და იმედი იქონია რომ პირიქით იქნება ნაყოფიერი საქართველოსთან თანამშრომლობა და ჩვენც თქვენ ბრძანეთ გადაცემის დასაწყისში რომ დიდი იმედები არის ჩვენს თუნდაც აი ამ საკვანძო ფუნქციასთან რაც რეგიონში ხაბად უნდა გარდაიქმნას საქართველოს აქტიური ეს დერეფნები უნდა გავიდეს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ასევე ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებით, ანუ ბევრი გეგმებია და ეს უნდა განხორციელდეს. მაგრამ ხაზარაძეს მაინც კვლავ რომ მიუბრუნდეთ. ეხლა ის პარტიის ლიდერია, გასაგებია, მაგრამ წონადი და მნიშვნელოვანი საკითხები აქვს ამ კომისიას გამოსარკვევი და ტყუილად როგორც ჩანს არ იბარებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ნანა, ეს ხომ არ იქნება ესეთი შლეიფი, თუნდაც ხაზარაძეს რო სათქმელად კონდეს, რომ აინახეთ მჩაგრავენ. აი დემოკრატია ავტორიტარიზმისკენ მიდიან და მე მიბარებენ და ასე ვთქვათ მჩაგრავენ იმის გამო, რომ მაქვს ესეთი მკაფიო პროდასავლური, ასეთი ლიბერალურ გლობალისტური მიმართულება. შეიძლება ასეთი რაღაც იყოს, ან თქვენ როგორ ფიქრობთ და გამოხმაურება იმ ანგლოსაქსებიდან, deep state-დან პირდაპირ ვთქვათ. აიცით რა არის, უკვე როდესაც კედელთან მწყდეული ვირთხის არ იყოს, იმას სხვა გზა არ დარჩენია, იკბინება, ხო? ბუნებრივია, როდესაც კედელთან იქნება მწყდეული, ის ყველაფერს იტყვის, მაგრამ მთავარი ის ხო არ არის ის, რას იტყვის, მთავარი არის სიმართლე. და აი ეს კომისია უნდა იყოს სწორედ სიმართლის დამდგენი კომისია უნდა იყოს. ის კი არა რომ მართლაც ანგარიშწორება, მაგრამ ეს სიმართლე დღეს მთელმა საზოგადოებამ, მთელმა ქართველმა ხალხმა იცის, რაც არის სიმართლე, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამის გაჟღერებას, ამის გამომზეურებას ველით და არა იმას, რომ ეს 100-ია თუ ეს 100 არ არის. უამრავი ადამიანი ამის მსხვერპლია აქ რაზეა ლაპარაკი და როდესაც პოლიტიკა გადაიქცა კრიმინალების თავშესაფარად და ეს ასე მოხდა ჯერ ეს სეზონი გახსნა ნაციონალურმა მოძრაობამ, როდესაც ხელისუფლებიდან წავიდა და ფიქრობდა, რომ მის საქმეებზე დადგებოდა კითხვის ნიშნები და დაიწყებოდა გამოძიება, თავისი კრიმინალები გადააბარგა არასამთავრობო სექტორში. თქვენ გახსოვთ ალბათ, ხო? და შეგვიძლია არაერთი გვარი დავასახელოთ. გადააბარგეს არასამთავრობო სექტორში, ვინაიდან არასამთავრობო სექტორი იყო ხელშეუხებელი. და მეორე ასეთი სასათბურო პირებები შექმნეს პოლიტიკაში. თქო ეს რომ ვაიმე ვინაიდან ვიღაც არის პოლიტიკაში, ის ხელშეუხებელია. რას ნიშნავს ხელშეუხებელია? როგორ შეიძლება დამნაშავე იყოს ხელშეუხებელი? ჩვენ არ ვაპარაკობთ პოლიტიკურ დევნაზე და განსხვავებული აზრისთვის დევნაზე, რა თქმა უნდა იყოს ადამიანი დაცული, მაგრამ კრიმინალის ჩამდენი პოლიტიკაში იქნება, არასამთავრობოში იქნება თუ საერთოდ არსად არ იქნება და სახში ზის, ვინც ჩადის კრიმინალს, იმან პასუხი უნდა ააგოს და ეს უნდა იცოდეს დღეს ხაზარაძემაც, ჯაფარიძემაც და ყველამ ვისაც ასეთი დანაშაულებები აქვს, რომ ერთმშვენიერ დღეს ეს აქრემი მათ კარებთან დაიჩოქებდა და ბუნებრივია, რომ დღეს ეს ამდენი ხალხი ელის სამართალს და ეს სამართალი ამ ხელისუფლება მე გულისხმობ ქართულ ოცნებას თუ არ დააყენა, ხო მათ ძალიან მძიმე წასვლა ელით ხელისუფლებიდან, ძალიან მძიმედ მოუწევთ ხელისუფლების დატოვება, იმიტომ რომ დღეს აღარ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ ამას ჩვენ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვაქვს გარედან ზეწოლა. კოაბიტაცია გავაკეთეთ, იმიტომ რომ ქონდა ზეწოლა. დამნაშავეები გაუშვით ციხეებიდან ქონდა ზეწოლა, მაგრამ დღეს ეს ხო ტრამპის გამარჯვებამ ეს მოხსნა, ხო, ეს პრობლემა მოხსნა და დღეს უკვე ამაზე აპელირება არ გამოადგება ჩვენ ხელისუფლებას, ამიტომ ის იძულებულია გადადგას ის ნაბიჯები. თქვენ თქვით და მე მინდა რომ გამოვეხმაურო ამასაც, რომ
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრები, სხვა ქვეყნის მინისტრების ან ელჩის, ამერიკის ელჩის შეფასდა, რომ ის შეხვედრა კი არ იყო, არამედ აღიარება კი არ იყო, ეს უბრალოდ რაღაცა ვიზიტი იყო და თითქოს ეს აღიარება, ჩვენი არჩევნების აღიარება, სადღაც კიდე იმას ლაპარაკობენ აქ ეს ოპოზიციური ძალები, რომ სადღაც სხვაგან უნდა მოხდეს. ის კი არა, რომ ქართული ხალხია კონსტიტუციურად ძალაუფლების წყარო, ხელისუფლების წყარო არის, ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წყარო არის ქართული ხალხი კონსტიტუციაზე. რაც ქვია, ვინ არ აღიარა. ვინ ეკითხება იმას, რომ არ აღიაროს, როგორ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები რო ჩატარდა, იქ იკითხეს საქართველოს ის არა ქვია, ოპოზიცია რას ფიქრობს, ან ხელისუფლება რას ფიქრობს იქ ჩატარებულ არჩევნებზე, თუ რატომ მეორე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ, მეათე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ, რომ ამას გვიბედავენ, ხო? აი ეს არის იგივე deep state-ის პოლიტიკაც, რომ ესე იგი ხალხი არაფერს არ წარმოადგენს. თან ხალხს იშველებს, თვითონ თქვენი ხელისუფლება არ გვიდა, თორე ხალხი რა კარგი ხართ და რეალურად ვისაც დაუპირისპირდა deep state ეს იყო ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას დაუსვეს ის ხელისუფლება 2003 წელს მართვის ბერკეტი გამოეცალათ და რომელმაც სისხლის დინარეები მოახდინა ქვეყანაში და დღესაც იმ რეჟიმის დაბრუნებისთვის იბრძვის აი ეს შესუსტებული deep state-ი აქვს. ქართული ხალხისთვის ეს ხელისუფლება და ყველა ხელისუფლება გადასარევად არის და კარგად ცხოვრობს. ვინც ეს იწუნია ეს წარე და უბედურება ეს იყო ქართული ხალხი და ეს ვინ მოუყოლა და დაუსვა ხელისუფლებაში და დღესაც იმას ფიქრობენ რომ ჩვენი არჩევანი ვიღაცამ ეს უნდა გადაგვახიოს თავზე და მოიყვანოს და ისევ თავისი მონები დააბრუნონ ხელისუფლებაში. აი ეს პოლიტიკაა ყველაზე მეტად ის რომელიც კიდე უფრო მეტ კი ხალხი ბრძენია და ყველაფერი იცის, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია კიდე უფრო მეტად აუხსნას ეს რა ხდება და რა დღეში ჩავარდით და რა თქმა უნდა ჩვენი ძალისხმევაც იქითკენ უნდა იყოს მიმართული რომ აი ესეთი ბოროტი ძალები რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის დანგრევაზე ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ნგრევაზე მუშაობდა ეს ხალხი უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის შიგნით ჩარევას პოლიტიკურ ჩარევებს და მართვის ბერკეტებს და ერთადერთი ვინც აქ დღეს მათ ბერკეტებად ყავთ ესენი არიან ის სულ გაყიდული ადამიანები რომლებსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ პოლიტიკაში მავნებლობას კვლავ ჩადიან არასამთავრობო ორგანიზაციებში ხო და თუ მედია სივრცეში და უამრავი გაბრიყვებული ახლა სწორედ თქვენთან რომ მოვდიოდი ლაპარაკობდი რომ რამდენი გაბრიყვებული ადამიანი ამათმა გაუშვეს ციხეებში ვინ გაუშვა ეს ჩაადენინეს დანაშაულებები და გაუშვეს ათასობით ადამიანი ციხეები ზოგი ციხეში და ზოგ ციხეელის რისი ამათი ინტერესებისთვის და არა იმ ხალხის ინტერესებისთვის როგორ ის ბავშვები მოდიოდნენ ხელისუფლებაში თქვათ გაემარჯვებინათ ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში ისევ deep state-ის მონები ხო და ამ ეს ბავშვები ისევ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ რა მდგომარეობაშიც იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები რომლებსაც ქუჩებში ხოცავდნენ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აი ეს რეალობა შექმნეს და ამაზედაც არანაირი პასუხი არ უნდა გაგონ ვინ ახალისებდა ვინ ატყუებდა ამ ადამიანებს იქნებოდა ეს მედია საშუალებები პოლიტიკური აქტორები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ესენი ყველანი უნდა ამოტივტივდეს და კონკრეტული გვარები და სახელებით უნდა ვისაუბროთ, ვის რა დანაშაული ქონდა ჩადენილი ქართული ხალხის წინააღმდეგ. სამშობლოს ღალატი ეს ხო ლიტონის სიტყვები ხო არ არის? ღალატი ყველა ქვეყნის შეიძლება და რა თქმა უნდა საქართველოსიც და იყო თუ არა ეს ღალატი? რასაც ისინი ჩადიოდნენ. იყო თუ არა ეს ქვეყნის გაყიდვა, როდესაც შენ ომში ერთვები საკუთარ ტერიტორიებს კარგავ იმის გამო, რომ რუსეთს კიდევ ერთი ზედმეტი ის არა ქვია, მინუსი ჩაუწერო იმაში ბიოგრაფიაში. და გარდა ამისა, ბევრი კაბალური ხელშეკრულებებიც იყო, ანუ ისეთი, რომელიც პრინციპში შედგა, როგორც შეთანხმება ან ხელშეკრულება, მაგრამ შეიძლებოდა თამასა უფრო ყოფილიყო სხვაგვარი, ანუ ჩვენთვის უფრო მომგებიანი. საქართველოსთვის უფრო მომგებიანი. გნებავთ ეს დელიმიტაცია დემარკაციის საკითხების საზღვრების, გნებავთ ესეთი სახელმწიფო დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგოობიექტები. ანუ ახლა რო დაფიქრდეთ და რო გადახედოთ, სია იყო მთელი გამოქვეყნებული, მთელი ჰიდროელექტროსადგურები ვის ხელშია, ხო?
არ დაგვავიწყდეს ასევე სწორედ მე-13 დღეს გაიყიდა ომიდან. კი ბატონო და არც ის დაგვავიწყდეს რომ როდესაც უკვე ომი წაგებული იყო და გააკეთა ესეთი როქი გადაათამაშა ერთი წელი მოიკლო მაგრამ დანიშნა რიგარეში არჩევნები და კვლავ მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ უკვე მთელი მისია ეს მინისტრთა კაბინეტი რა ტერმინი შეიძლება გამოვიყენო? ანუ პათხალი მაჟი ჰქონდათ გაჩაღებული რუსეთის იმ ხელისუფლების მიმართ, რომელთანაც ცოტა ხნის წინ იომეს. კი, გახსოვთ ხომ, აი პირდაპირ ტიტულიანი ქაღალდი იყო გამოქვეყნებული კულტურის სამინისტრო, მაშინ არ ვიცი, ვაშაძე იყო მე მგონი. ვაშაძე იხვეწებოდა რომ ჩაგვატარებინა. აი გამოუშვით დიდი თეატრის, იქ რა ვიცი, მარიინის თეატრის, თუ კი რაიმე ვახტანგოვის. და მიგვიწვიეთ რომ იქ ვიცეკოდა იმერად. არა, დიდი უბედურება ახლდა ამას, რაც აშიშულებდა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი კი არა, უпростоრად deep state-ის მიერ დასმული ხელისუფლების რაობას, როდესაც საქართველოს საკითხების მოლაპარაკებაში ქართული მხარე არ მონაწილეობდა, სააკაშვილი არ მონაწილეობდა. ალბათ ყველას გვახსოვს სარკოზი იყო მომლაპარაკებელი. ანუ სარკოსთან ლაგდებოდა. სარკოზი ნუ როგორც შუამავალი, მაგრამ თუ გახსოვთ თავდაპირველი ვერსია იყო მედვედევ სარკოზი სააკაშვილის ხელმოწერა. მერე სააკაშვილი საერთოდ ამოაგდეს მედვედევ სარკოზის გახდა და მაგას ვიცახი რომ საქართველოს საერთოდ აღარ მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობამდე ვიყავით მიყვანილები, რომ ჩვენი ხელისუფლება ასეთი იყო, ისეთი იყო, მე რევოლუციამდე 2003 წლის რევოლუციასაც უპირისპირდებოდი და ზუსტად ვიცოდი რა ძალაც მოდიოდა და მაშინ ოპოზიციაში ვიყავით ჩვენ და დიდასტურებთ ანალოგიურად ასე ვიყავთ. დიახ, მაგრამ შენ ვინახარ რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ანოლებ ქართული ხალხის თვალში, მთელი მსოფლიოს თვალში და იძახი რომ მართვა ხდება არა ესე იგი ქართული პოლიტიკით, არამედ ჩვენი ევროპელები ვიქნებით თუ ამერიკა ჩვენ ვართ გადაწყვეტილების მიმღები და თქვენ არავინ არ ახართ. ანუ ხმარ ისთვის მისცა, ესე იგი არჩევნები ისთვის ჩატარდა თუ ესე იგი კაპიტულაციაზეც კი მხოლოდ ხელი მოაწერინეს და იქ სხვა ფუნქცია მას არ ჰქონდა. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი მოლაპარაკების მხარე იყო სარკოზი და რუსეთი. აი ეს იყო კიდე კატასტროფა და ამაზე შეგუება როგორ შეიძლებოდა, მაგრამ არანაირი ძალა არ არსებობდა და ბერკეტი არ არსებობდა იმისათვის რომ ამაზე პასუხი მოგეთხოვა, იმიტომ რომ იგივე deep state იყო, ვინც შენ შიდა პოლიტიკას მართავდა და გისვავდა ისეთ ადამიანებს ხელისუფლებაში, რომელიც მას ექვემდებარებოდნენ და არა ქართულ ხალხს. და დღეს იძახიან რომ ვინმე ქართული ხალხის გამო ვაკეთებთ, ქართული ხალხის გამო კი არა, ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აკეთეს მთელი ეს პოლიტიკა. რევოლუციებიც, ომებიც და უბედურებებიც რაც ქვეყანაში ხდებოდა და თუ კი ეს დასრულდება და ამაში ჩვენი როლი არის ის რომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ, თქვათ ვინ რას აკეთებდა და მივიდეთ არა მარტო ხაზარაძემდე, არამედ იმის იქით წავიდეთ რომ ხაზარაძე როგორ ეხა ასეთი მამაცი და გულადია რომ ესე იგი მას უკან არავინ არ ედგა და ამებს ბედავდა და აკეთებდა. და ვინ იყო ის ვინც ამას ახალისებდა და ვინ არის დღეს ვინც ამას ახალისებს რომ მან კიდევ იგივე პოლიტიკა გააგრძელოს. ვინ არის პრეზიდენტის მეხუთე პრეზიდენტის უკან რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასე პირდაპირ ნაბიჯებს დგავს და კაცმა არ იცის კიდე რეებია გაკეთებული ისე რომ ჩვენ საქმის კურსშიც არა ვართ. აი ეს ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული და მე იმედი მაქვს დღეს ამ კომისიას თეატრულუკიანი ხელმძღვანელი და ყველაზე მეტად რის იმედიც მაქვს, თეას იმედი მაქვს, რომ ეს კომისია ისე იმუშავებს, რომ ნამდვილად დაადგენს სიმართლეს და ქართულ ხალხს და საქართველოს აპოვნინებს მართალ გზას, რომელსაც მე ჩვენ გავყვებით და მივხედავთ ჩვენ თავს. თავარი არის, რომ ჩამოვიშოროთ ჩვენი ძალები, რომლებიც ბედავდნენ ამდენი წლების განმავლობაში, მართავდნენ ჩვენ ქვეყანას ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ საბჭოთა კავშირი არ მოგწონდა, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ვიყავით სხვა სახელმწიფოს ნაწილი და ჩვენი მართვა არ ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. და რა დავინახეთ ეს საბჭოთა კავშირის დაშლის მერე სანატრელი გახადეს. საბჭოთა კავშირი ჩარევები ხდებოდა ისეთი საბჭოთა დროს რო არ ყოფილა.
კოლბინი არ ყოფილა ესეთი არასოდეს არ ჩარეულა კოლბინი ისე როგორც ამერიკის ეს ელჩები ერეოდნენ ქართულ პოლიტიკაში. ანუ იშვიათად ხდებოდა თუ რაიმე ესეთი განსაკუთრებული საქმე. იშვიათად და საერთოდ ხალხის უმეტესმა ნაწილმა არც კი იცოდა რომ ის მეორე ის პირი იყო კოლბინი. აბსოლუტურად არაფერი როგორც მაყურებელი იყო აქ რა. ხო აი ასე და აქ რას ხედავდით ელჩები გიდგენდნენ პოლიტიკურ დღესასწაულს. ელჩები გირაზმავდნენ ოპოზიციას ელჩები გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე და ღებულობდნენ მონაწილეობას და გეუბნებოდნენ რომ არა შენ ამ წესით კი არ უნდა იცხოვრო შენთვის მართლმადიდებლობა კი არ უნდა იყოს გამსაზღვრელი ამე და აი ეს ჩვენი LGBT ესე იგი დროშა უნდა გეჭიროთ ხელში და არა ჯვარი აი ამას გეუბნებოდნენ ამას გაიძულებდნენ და ეს მედია სივრცეც აი წარმოიდგინეთ ქალბატონ ანა მათ არხებზე მაგ ძირითადად საუბარი ამ გლობალისტურ არხებზე პროვინციის ჭაობად გადაიქცა იმ თვალსაზრისით რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ნიუსები და ახალი ამბები გაჯერებული ქონდათ რომელი ელჩი რომელ დღეს რა სიტყვის შეიძლება ნუ თუ რომელ სახელმწიფოში ხდება რომ ვიღაცა რომელიღაც მესამე ქვეყნის ელჩი გნებავთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს და ნებისმიერი სხვა ყოველ დღე შეიძლება ადამიანმა ჩართოს ტელევიზორი და პირველ სიუჟეტში სამი ელჩი ფიგურირებს, მეორე სიუჟეტში ორი ელჩი ფიგურირებს, მესამეში ისევ სამი ფიგური რა პროვინციალიზმია პარა არის ეს. რა საქმეა? ელჩის კომენტარი რატო უნდა უსმინოს ადამიანმა, რატო უნდა ისმინოს ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს? და რატომ შენი პოლიტიკის გამსაზღვრელი რატო ხდება ეს უცხო ქვეყნის ელჩები? რატომ გიდგენენ პოლიტიკურ დღესასწაულს? ამაზე კითხვა რო არ უჩნდებოდა ხელისუფლებას გასაგები იყო, მაგრამ საზოგადოებაც მე მგონი არ იყო მთლად ისე აქტიური, რომ ამაზე მოეთხოვა პასუხი და იმიტომ რომ მართლაც ჩვენს უფლებებში და იგივე თავისუფლებებში არა ვართ კარგად გარკვეული და არ გვესმის რას ნიშნავს სუვერენიტეტი. შენ გეუბნებია რომ კანონი რომელიც ამერიკაში მუშაობს ის კანონი ვერ იმუშავებს საქართველოში. აი კანონს რაც შეეხება, ეხლა ამ ფარაზე არის საუბარი, გამოვიდნენ დღეს მთელი სია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ფოტოც უდევთ ერთობლივი. ნუ ყველა მიცის ვინ არიან ისინი, ბაია პატარაიაც შეუნიშნე და სხვა დანარჩენი ეს ეგრეთ წოდებული NGO-შნიკები აპროტესტებენ ამ ფარას კანონს, ეს არისო მაინც რუსული კანონიო, შეცვალეს უბრალოდ და არქვეს ეხლა რომ სიტყვით არის გადმოღებული ეს ამერიკული ფარას კანონი, რაც ნუ არ ეთანხმებიან და კვლავ აგრძელებენ ამ პროტესტს და გარდა ამისა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა გაიხმო სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც შეეხებოდა ამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას. და ნუ იქ პრესამსახური აკეთებს განცხადებას, რომ არა, ნუ ამასთან დაკავშირებით არ იყო მიზანშეწონილი ამის განხილვა, ვინაიდან საერთოდ აბსურდულია ეს თემა, ანუ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა იდეა ფიქსად, რომ რაღაცა დაემტკიცებინა ისევ და ისევ თავისი პატრონებისთვის deep stage. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ რუსული როგორ შეიძლება ეწოდოს კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის მიღებული. ომბუდსმენის შესახებ კანონი არის პირდაპირ გადმოწერილი პოლონური ვერსიიდან. და რას ნიშნავს? იმიტომ რომ ის პოლონური ვერსიიდან არის ნასარგებლები ამ კანონის ესე ვთქვათ საფუძვლები, ამიტომ ის პოლონურია? საქართველოს პარლამენტმა მიიღო ის არის ქართული კანონი. და ჯერ ამას როდესაც ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებსაც ევალებათ ცოდნა ამისი, რომ რას ლაპარაკობს, ხო? ეს ხო პირდაპირი მესიჯია იმისი, რომ პირდაპირ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, იმიტომ რომ საზოგადოება არ არის ამაში ამ კანონებში კარგად გარკვეული, ჩახედული და პირდაპირ აწარმოებს მოტყუებას და ამას ვინ უწყობს ხელს? ამას უწყობს აი ეს მატყუარა თავხედი ტელევიზიები, რომლებიც ვალდებული არიან, ვისი საკუთრებაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს ტელევიზია, ვალდებულია რომ მოქალაქეს მიაწოდეს მართალი სწორი ინფორმაცია. და როდესაც შენ იცი რომ არ არსებობს რუსული კანონი, ვინაიდან იმას საქართველოს ესე იგი პარლამენტი ღებულობს. მაშინ სისხლის სამართლის კოდექსი და ნებისმიერი კოდექსი სამოქალაქო იყოს ადმინისტრაციული, ყველა რუსულიდან არის ისა რა ქვია გადმოტანილი და მაშინ რუსული ყოფილა ის.
ერთიანი სივრცე იყო სამართლებრივი და ერთი კანონები ჰქონდა, ხო? და თვითონ რუსებსაც თავის დროზე გასული საუკუნის დასაწყისში გერმანული კანონებიდან ჰქონდათ აღებული და ეს ხო სიგიჟე ამის ლაპარაკი რომ ის გერმანულია ეს რუსული ეს არის ქართული როდესაც ის მიიღო მან რა ქვია საქართველოს პარლამენტმა და მით უმეტეს ეხლა როდესაც კიდე რუსულს გაიძახიან ვითომ უცოდინრები და ვითომ საქმეში ჩაუხედავები მაშინ როდესაც სიტყვა სიტყვით ითარგმნა ფარა ამერიკული ფარა ითარგმნა სიტყვა სიტყვით და კიდე ამას აკეთებენ მე ვფიქრობ რომ ამაზე უკვე პასუხისგებლობის საკითხი უნდა დაადგეს იმიტომ რომ ატყუებს შენ საზოგადოებას პირდაპირ ცდილობ რომ თავს მოახვიო ტყუილი საზოგადოებას პოლიტიკური პასუხისგებლობა მაინც დააყენონ ამ ხალხის და რაღაცნაირად უთხრან რომ ამას რომ პოლიტიკოსებიც და ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციებიც რომლებიც ვალდებულნი არიან ადამიანის უფლებების ელემენტარულ ცოდნაში რომ ამას ტყუილს რო ლაპარაკობ შენ ამის უფლება ვინ მოგცე და მედიას ვინ მიცა ამისი უფლება რომ ასეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს ანუ ეს თავისთავად გამოგონილი იარლიყი შექმნეს მტრის ხატი რომ რუსული არის ესე იგი მიუღებელი და რაც არ მოსწონთ ეს არის ადამიანი ეს არის პოლიტიკა ეს არის კანონი ყველაფერს აი ამ იარლიქს იმაშვებიან აწებებენ რომ ის გახდეს საზოგადოებაში მიუღებელი ისევე როგორც გახადეს რუსული მიუღებელი ჩვენი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი არის არ ვიცი მეზობელი თუ ყავს ჩვენ ირგული ისეთი რომელსაც ჩვენი ტერიტორიები არ აქვს მაგრამ შეიძლება რომ ყველა მათგანზე ჩვენ დავდგეთ და ვილაპარაკოთ რომ ეს არის მტერი ჩვენ უნდა პოლიტიკაზე ვიფიქროთ როგორ მოხერხდეს ჩვენი ტერიტორიების გამთლიანება და ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. უფრო ხელსაყრელ მექანიზმებზე. ხელსაყრელ კი არა, რეალურ მექანიზმებზე, რომელიც აქამდე მიგიყვანს მიზნამდე. და ეს არის რეალური მექანიზმი, შენზე 100-ჯერ უფრო დიდ სახელმწიფოს და კბილებამდე შეიარაღებულს მთელ მსოფლიომ ვერაფერი ვერ უქრა დედააგინო და ამ პოლიტიკით აპირებ რომ შენ ქვეყანა გაამთლიანო. ეს ხო არის ზუსტად იმ deep state-ის დავალება, რომ ჩვენი ტერიტორიები არ გამთლიანდეს, საქართველოს არ გაძლიერდეს. ეს ნაბიჯია, ეს პოლიტიკაა. რომელსაც მივყავართ არა ქართული ინტერესებისკენ, ან რუსული ინტერესებისკენ. ამა ჩვენ მივტყევართ აი იმ deep state-ის ინტერესებისკენ, რომლის მიზანი იყო საქართველოს დასუსტება და გაუბედურება და იგივე ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ჩვენ დაგვაკარგინეს. ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. ყველაფერი გააკეთა, რა თქმა უნდა, ამისთვის და არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ 32 წელია მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენსა და აი ევროპა და ამერიკელებს შორის და ერთი დევნილი ვერ დააბრუნეს იმ ტერიტორიაზე. რისი გამკეთებლები არიან ესენი? ან რა უნდათ ამათ? ჩადიან და მავთულ ხალხებთან, როგორც პიარი იღებენ სურათებს. რა მავთულ ხალხებთან გადაღებული სურათები. ან დურბინით იყურებიან ბინოკლით. ხო, და რაღაც სისულელეს აკეთებენ, რომ ამით ქმნიან, რომ ვითომ რაღაც აკეთებ რა. მაგით ბრუნდება ტერიტორიები, მაგ პოლიტიკით ბრუნდება ტერიტორიები. და ამასთან პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ხომ იმ ფაქტებზეც ისაუბრა, რაც მანამდე კიდე ღარიბაშვილმა მისმა წინამორბედმა, რომ აი ამ ფონდების ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელმა როგორ დაიწყო მან ესეთი გაწნეხვა და მითითებების მიცემა, რომ კი აბა რა არ უნდა გვეომა, უნდა იარაღი აგვეღო და 3,700,000 ხართო რა პრობლემაა ცოტა თუ გაწყდებითო ანუ წარმოგიდგენიათ ხო რას ამბობდნენ ანუ პირდაპირ მიზანმიმართულად გვიბიძგებდნენ რომ აქ ეს მეორე ფრონტი გახსნილი იყო მერე ყველანაირად ყველა ვარიანტი გამოიყენეს იმისთვის რომ შეელამაზებინათ და უარყვეს რომ ასეთი რამე არ თქმულა და ასეთ რამეს არც აპირებდნენ მაგრამ საზოგადოებას კი ამნეზია კი არ ჭირს. ყველა უყურებდა იმ ნაბახუსევ ბუდანოვი კი არა და რაგვარი იყო ეს ერმა კი არ ვიცი. მოკლედ ყველა ერთმანეთს გვანან იმ კიევის ხელისუფლებაში და ნუ ერთ-ერთი დანილოვი გამახსენდა კი დანილოვი პირდაპირ ეტყობოდა რომ ალბათ სალა ქონდა ნაჭამი და ეს რა ქვია სამაგონი დალეული ალბათ ყოველ შემთხვევაში ასეთ განცხადებებს აკეთებდა რომ კიო აბა ის თქვენი ტერიტორიები მოკიდეთ იარაღს ხელი და დაიწყეთ ანუ გვიბიძგებდნენ კიდე მეორე სასაკლაოსკენ რაც უკვე ერთხელ საკმაოდ მსხვერპლი გავიღეთ მაშინაც მაგრამ არ შეედრებოდა იმას რაც ახლა იქ ხდება უკრაინაში 9,5 მილიონი ადამიანია ამოწყვეტილი
ანუ სლავებმა გაწყვეტეს ხო, ნუ პირობითად. ადამიანია გაწყვეტილი და 12 მილიონამდე ადამიანი საერთოდ გაქცეულია ქვეყნიდან. და იმაზე დიდი ქალაქებია განადგურებული, ვიდრე აქ ჩვენთან საქართველოში. ნებისმიერი აირეთ ჩამოთვალეთ. რა თქმა უნდა და ეხლა კიდე ეს ომი დასრულებაც რო არ უნდათ კიდე და კიდე რო რა უყიჟინებენ და ახალისებენ რომ ჩვენ 800 მილიარდს მოგცემთ 400 მილიარდს მოგცემთ რაღაცა სიგიჟეებს ეუბნებიან რომ სუმფლიანად გაწყვიტონ ეს ეხლა ერიადში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინელებს უკვე ელაპარაკნენ ამერიკელები რუსებთანაც შეხვედრა და რუსებს ახლა მძიმე წონოსნები უზით იქ კარასინი რომელიც გამოცდილია ასეთ კონფლიქტურ სიტუაციებში და FSB-ს დირექტორის მოადგილე ყოველ შემთხვევაში იქ არის საუბარი რუსებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს კარასინმა თავად გააკეთა განცხადება რომ აბა ყველა კი არ შეხედვარ თუ აქ 3 საათზე მეტიო სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენ ამერიკელებთანო და ეს აგიჟებთ მაინც ამ უკრაინელებს რომლებიც თან მონაწილეობენ მეორე სექციაა ცალკე უკრაინელებს ხდებიან და ამბობენ რომ აი ეს სტივ უიტკოფი რომელიც არის წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ეს ალბათ კრემლის მიერ გამოგზავნილია ანუ არ აწყობს და უხსენებენ იმ განცხადებას სადაც ეს ამერიკელი ამბობს რომ კი რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ იმ ტერიტორიების სტატუსად შეეხება საკითხი რომელშიც უკვე დგას რუსეთი ანუ აქ დონბასზე და ყირიმზეა ლაპარაკი და ეს რა თქმა უნდა აღიზიანებთ ახლა იმათ უკრაინელებს მაგრამ ტრამპი რისი ტრამპია აგერ იქ ჯეიდი ვენსის იქ შვილი მანამდე ცოლი მე დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩავიდნენ იქ კრიტიკა მოყვა იმ უკვე წაგებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან გრენლანდიის რომელიც ისიც ალბათ როგორც ჩანს ამ გლობალისტურ ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი იყო და ხოლო ახალი ვინც აირჩიეს ის ემხრობა გრენლანდიის დამოუკიდებლობას და აი ამაზე არიან ახლა გაგიჟებულები გადარეულები იგივე ხდება კანადის მიმართულებით სოფლიო გადანაწილება რეალური მაგრამ გადანაწილება მიდის სოფლიო გადანაწილება და სწორედ უკრაინა აი ამ გადანაწილების მასში ეპიცენტრში აღმოჩნდა რომლის ტერიტორიებიც ყველაზე მეტად იქნება დაზიანებული დღეს აი ამ გადანაწილების შედეგად და რატომ? იმიტომ რომ აი ეს მითი შეუქმნეს ნატოს მითი შეუქმნეს დღეს ალაპარაკდნენ თუ რომ ეს ნატო ტყუილი ყოფილა. ან ნატო კვდებაო ახლა მართალია რუსების საიძეა ამ სახელმწიფო რია ნოვოსტიზე დევს პირდაპირ ნუ აი პოლიტოლოგების ბლოგი რო არის თქვენ მაინც არ გიპირებდით რომ მიღებასო ხო პირდაპირ ეუნებიან უკრაინას ამ ნატოსთან დაკავშირებით უბრალოდ ჩამოწერილი აქვს ჰედლაინები დასავლურ მედიაში ნატო მოკვდა არ მომკვდარა ალბათ მალე მოკვდება და ასე შემდეგ აი ანალოგიური შემადგენლობის ჰედლაინები პირდაპირ სია აქვს ერთი 5 თუ 6 თან წამყვანი დასავლური მედიის მასალებიდან და რუსები პირდაპირ წერენ რომ ხვალზე წერილს აიღებს ეს ნატო. ხო და წერილიც რომ არ წაიღოს და რომ ყოფილიყო მაინც ეუბნებიან უკრაინელებსო თქვენს მიღებას ჩვენ არ განვიხილავდითო და მაშინ ეს 2014 წლის მაიდანი რა იყო ეს? რატო დააწყებინეს ეს და მივიდნენ სადამდე მივიდნენ ხო აი ამ გამჟუჟავი ომამდე მივიდნენ ეს ხალხი და ჩვენ რეალურად ხო ხედავთ რომ ისევ მართლმადიდებლები ზარალდებიან და ის ხალხი ზარალდებიან ვისაც ჩვენად უნდა მოვიაზრებდეთ და მოვიაზრებდით და ნადგურდება მართლმადიდებლური სამყარო ამ ყველაფრისგან და ამის გაჩერება არ უნდათ კიდე და კიდე ამის გაგრძელება უნდა და კიდე ფულის ის უნდათ აქ რა ქვია დამატება ჩაყრა კიდე იმისათვის რომ ხალხი განადგურდეს და ტერიტორიები კიდე უფრო მეტად დაიკარგოს აი ეს ანალიზები რაც შეიძლება მკაფიოდ ყველა ტელევიზიით უნდა კეთდებოდეს ახსნა უნდა ხდებოდეს რომ ჩვენ რა რეალობის წინაშე ვართ, რა ირეალური სამყარო შეგვიქმნეს და რეებს გვატყუებდნენ და იგივე საქართველოს რა ნატოში უკრაინას თუ არ ღებულობდნენ, ჩვენ გვღებულობდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ეს იყო ილუზია და არავინ არ აპირებდა ჩვენს მიღებას ნატოში. აი ეს ყველაფერი უნდა ძალიან გამოწვლილივით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. ჯეროვნად, კარგად ახსნილი, უნდა გააგებინონ საზოგადოება. და ხომ ადასტურებთ რომ ნაკლებობაა და დეფიციტია ასეთი მასალები. ძალიან, იმიტომ რომ ეს ოპოზიციური არხები ამის საწინააღმდეგოს, ანუ ტყუილის მანქანა იყო, დეზინფორმაციის მანქანა იყო და ტვინების გამორეცხვაზე მუშაობდა და ვერ ვიტყვი რომ სახელმწიფო არხები ამაზე ეფექტურად მუშაობდნენ. ეს არის ფაქტი.
და რატომ ვერ მუშაობდნენ რა ეს არ ვიცი მე რომელი კომისიის განხილვისაგანია მაგრამ რომ არ მუშაობდნენ თუ ვერ მუშაობდნენ ამაზე რომ საზოგადოებას გქონდეს სწორი ინფორმაცია ეს არის ფაქტი კი ბატონო და ქალბატონო ნანა ჩვენ 5 წუთზე უფრო ნაკლები გვჭება დაახლოებით 3-4 წუთი ეს გირჩი ჯაფარიძე ამბობს ასეთ რაღაცას ეს ოპოზიციის წარმომადგენელი თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება სწრაფი ტემპით რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაციაო ანუ ეთყობა სიზმარინახეს ახლა რაღაც ნუ რადგან არაერთხელ ითქვა რომ თვითმმართველობის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება ანუ ხარისხიანად და დაწყობილად ახლა ამათ ისტერიკა აქვს როგორც ჩანს და დღემდე ბოდავენ რომ საპარლამენტო არჩევნები უნდათ დროზე ადრე. ესე იგი მათ თუ გამარჯვების შანსი აქვთ რაიმე ნუ ეს ხო ილუზია არანაირი გამარჯვების შანსი მათ არანაირ არჩევნებში არ აქვს. მაშინ რატო არ იყენებენ იმ თვითმმართველობის არჩევნების ბერკეტს? როცა იძახიან რომ უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ვინ უნდა დანიშნოს ეს საპარლამენტო არჩევნები? იმ ხელისუფლებამ რომელსაც ესენი არ ცნობენ, ხო? აი ვინ დანიშნავს ამას? თუ deep state ჩამოვიდეს უნდა აქ და იმათმა უნდა ჩაუტარონ და იმათმა უნდა დაუნიშნონ. ვინ? და კონსტიტუციას რატო არ კითხულობს გირჩი იქნება ეს თუ რა ვიცი ნაძვის ხე იქნება რატომ არ კითხულობენ კონსტიტუციაში რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ხელახალი არჩევნების დანიშნა ორად ორი შემთხვევაა როდესაც ხელახალი არჩევნების არც ერთში არ ჯდება ის რასაც ესენი ბოდავენ ხო მაშინ რანაირი ბერკეტის აი რას თავაზობენ საზოგადოებას ისევ ტყუილს ისევ მოტყუებას რომ თითქოს ეს არის შესაძლებელი ეს ხელისუფლებასაც კი რომ უნდოდეს დღეს ამისი ბერკეტები არ გააჩნია ხელისუფლება შეიძლება ერთი წლის მერე შექმნას ეს მაგრამ ამ მომენტისთვის ადგეს და ხელახალი არჩევნები დანიშნოს რის საფუძველზე რომ გაყალბდა არჩევნები და კი მაგრამ სად არის ეს გაყალბებული არჩევნები რომელ სასამართლომ რომელმა ადგილობრივმა რომელმა საერთაშორისომ ვინ თქვა რომ ეს გაყალბებული იყო სადაც არსად ესეთი რამ არ თქმულა საიდან უნდა და საიდან მოაქვთ ეს ხელახალი არჩევნების იდეა და თუ გამარჯვების შანსი გაქვთ თვითმმართველობაში გაიმარჯვეთ რა პატარა ბერკეტია თვითმმართველობაში გამარჯვება მაგრამ ზუსტად იციან რომ ვერ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღებენ იმიტომ რომ ჩააფავდებიან ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნებში და ისევ მინდა ერთი სიტყვით 2003 წლის რევოლუციას დაუბრუნდა რატომ მოხდა ამერიკელების კვლევებით იყო დადგენილი ის რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი არჩევნების გზით ვერ მოდიოდნენ ხელისუფლებაში ამიტომ მოახდინეს იმათმა რევოლუცია თორე იმიტომ კი არა რომ აწუხებდათ იქ დემოკრატია და რაღაცა კორუფცია და უკეთესი უნდათ ელიტარული კორუფცია შექმნას მოვიდნენ თუ არა იმიტომ რომ მათ უთხრეს ამერიკელებმა რომ თქვენ ქართველი ხალხი ხმას არ გაძლევთ და ეს მოდის 2003 წლიდან ეს კვლევები რომ არ გაძლევთ ქართველი ხალხი ხმას ეს იცოდნენ და ეს გრძელდება დღემდე და მით უმეტეს იმ პოლიტიკის მერე რაც მათ ქართველ ხალხს აჩვენეს ხო და დღეს ახლა აი ამის გადასაფარად რაღაცა სულელურ მიზეზებს იგონებენ და რაღაცა სისულელებს ლაპარაკობენ იმისათვის რომ საზოგადოება დააჯერონ რომ აი გააჟონა რა შუა სად გააჟონვა და სად გაყალბება გამოჟონა იმან რაზედაც ხმა მივეცი თუნდაც ხო და ხმა თუ იმას მივეცი რაც დათვლილია გაიჟონა თუ არ გაიჟონა რა შედეგზე ამან როგორი მოქმედათ მაინტერესებს მაგრამ აი ესეთი სისულელეების ლაპარაკით და ის გაჟონები თუ ხდებოდა თქვენი დამკვირვებლები ოპოზიციას მინდა მიმართო რას აკეთებდნენ კაცო რატო მაშინვე არ ამოიღეს ხმა თუ ეს პრობლემა იყო და გაჟონვას კიდევ ვიმეორებ გაყალბებასთან არანაირი კავშირი არა გაჟონვა არის რომ მიცემული ხმა არის საჯარო გასაჯარო და მიცემული ხმა მეტი არაფერი და ეს გაყალბებაა ეს არის ფარულობის დარღვევა და ესეც არ არის იმიტომ რომ ფარულობა მხოლოდ ჯიხურში ყოფნის დროს არის დაცული თორე ჯიხურის გარეთ გინდა საჯაროდ გამოაცხადებ ვის მიეცი ხმა და გინდა არა და არცად ქვეყანაში ჯიხურიდან გამოსულს ხო უმეტეს ქვეყნებში არანაირი საჯარო პირდაპირ აგდებენ გამჭვირვალე ყუთებში ბიულეტინებს
გინდა გაჟონილი დაარქვი იმას და გინდა გამოჟონილი, იმიტომ რომ გაჟონვას და აი ამას ხმის მიცემის მერე შემდგარ პროცესს არაფერი კავშირი არ აქვს გაყალბებასთან. არაფერი. ნუ ეუთოშიც ამას ამბობდნენ ბოლოს, რომ ანუ ფაქტობრივად მტკიცებულებები ხელში არ ეჭირათ. არანაირი მტკიცებულებები, რა გვინდა კაცო, ჩვენი ტელევიზიებით ერთი გაყალბების ფაქტი ნახეთ, გარდა იმისა, რომ ქუდებზე ქონდათ ეს რაღაცა შავი წერტილები, ჩანთებზე და დადიოდნენ გაჟონა. მერე გაჟონვა რა კავშირშია გაყალბებასთან? აი ჩვენი დროც ფაქტობრივად ამოიწურა და უბრალოდ არ შემიძლია რომ არ ვთქვა თქვენს ახსენეთ კაპიტან ანა ის ვითარება რაც იქ უკრაინაში დაატრიალეს და მათ შორის ეკლესიაში და ეს ხელოვნურად შექმნილი პეცეურო არის ეს დუმენკოს ეკლესია ეხლა აი თვითონ უკრაინელების საიტზე უყურებ ინფორმაციას არ დაკავდეთ ფანატიზმითო მოუწოდებს აი ამ პეცეუს ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული მღვდელი და მიირთვით ბატონო ძეხვი რამდენიც გენებოთო ვინმე ალექსეი ფილუკი არის და ამასობაში ასევე ესეთი რელიგიური საკითხი, ნუ ყოველ შემთხვევაში ასევე კონფესიური საკითხია ზელენსკისთვის კიევის სინაგოგაში პერსონალური სავარძელი დადგეს. აი ასეთი ვითარება ახლა უკრაინაში. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ჩვენ შევხვდებით ხვალ, მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.